გამარჯობა, ჩვენ დღეს საუბარი გვექნება მე-14 საუკუნეების ქართველ ისტორიკოსთა შესახებ. განვიხილავთ დავითის ისტორიკოს, თამარის ისტორიკოს, ნორი ისტორიკოსია თამარის ცნობილი, მაგრამ ჩვენ განვიხილავთ პირველს, რომელიც უფრო ძირითად ისტორიკოსად არის ცნობილი, იმიტომ რომ უფრო სავსე ცნობებს გვაწვდის თამარის ეპოქის შესახებ. ეს არის ისტორიანი და აზმანის ავტორი და ასევე მე-14 საუკუნის პირველი ნახევრის ისტორიკოს ჟამთა აღმწერელს. გვექნება საუბარი მათ თხზულებებზე, მათ მიდგომებზე ისტორიის მიმართ და იმ ვთქვათ ფაქტებზეც, ძირითად ფაქტებზე ისტორიისა, რომელსაც ეს ისტორიკოსები აღწერენ და ამავე დროს თუ რა პოზიციით, რა თვალთახედვით აღწერენ ამის შესახებ. დავითის ისტორიკოსი უცნობია, ის შესულია ქართლის ცხოვრებაში და საერთოდ პრინციპი იყო ალბათ ესეთი, რომ რახან ქართლის ცხოვრება ერთიანი საისტორიო კრებული უნდა ყოფილიყო, მოდი ვთქვათ, საკითხავი წიგნი. ამიტომ ამბებს ერთმანეთს აბამდნენ და ცალკეული ისტორიკოსების მიერ დაწერილი შესავალი და დასკვნა ამ პრინციპს ეწირებოდა. ანუ დავითის ისტორიკოსი თუ მიბმულია წინამორბედ ავტორის მიერ დაწერილ თხზულებაზე, არ შეიძლება ვთქვათ, რომ ის თავდებოდეს მატიანე ქართლისაი თავდებოდეს, სრულდებოდეს დასკვნით, შემდეგ ახალი თხზულება, ახალი ეპოქა იწყებოდეს შესავლით, ეს ერთიანი გაბმული თხრობის შთაბეჭდილებას მკითხველზე ვერ მოახდენდა. ამიტომ როგორც წესი, ავტორთა ვინაობა თუ ის თუ რა წყაროებით მათ უსარგებლიათ და რა მიდგომები ქონიათ, შესავალშია ხოლმე ფიქსირებული, ამ სამწუხაროდ შესავალი არცეთ ამ თხზულებას, ანუ მეტეს არა აქვს დართული, შეიძლება ამიტომაც გვყავს ჩვენ ამდენი უცნობი ისტორიკოსი. იმიტომ რომ თუ ისტორიკოსი თავის ვინაობას ამცნობს მკითხველს, ისიც ალბათ შესავალ ნაწილში იქნებოდა და არა სადღაც შუა მსჯელობაში ჩართული. ამის მიუხედავად ჩვენ გარკვეული წარმოდგენები, იგივეს ვიტყვით თამარის ისტორიკოსზე, ჟამთა აღწერელზეც და სხვა ისტორიკოსებზეც, წინამორბედებზეც იგივეს ვიტყოდით, უბრალოდ ჩვენ ახლა მთელს ქართულ ისტორიოგრაფიას ამ ლექციებზე ვერ მოვიცავთ. ამის მიუხედავად თვითონ ტექსტის ანალიზი გვაძლევს გარკვეულ შთაბეჭდილებას და წარმოდგენას ისტორიკოსის შესახებ. აი მაგალითად, წერთ რომ ზუსტი ცნობები არ მოგვეპოვება, მაგრამ ტექსტის თხზულების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ეს ყოფილა აუცილებლად თანამედროვე დავითისა. იმიტომ რომ ხშირად წერს ესეთ ფრაზას, თვალითა ჩვენითა ვიხილეთ. როცა იმ ამბებს ეხება, რომელსაც აღწერს ისტორიკოსი. თვალით ხილვა, თანამონაწილეობა, თანადამხტურობა, თანამედროვეობა თანამედროვეობაზე მეტყველებს და ეს აშკარად იგრძნობა არაერთგან. მაშასე ისტორიკოსი მეფის თანამედროვეა, ისტორიკოსი მეფის ბუნებრივია გამეფებას, დავითის გამეფებას კიდენ გამომდინარე მოესწრებოდა, თუ ის შემწირია სხვა ამბებისა, ადრეულ პერიოდის მით უმეტეს გამეფების პერიოდი მით უმეტეს ცნობილი იქნება მისთვის და ასევე მოსწრებია დავითის გარდაცვალებას, იმიტომ რომ აქ საუბარი არის წუხილზე, გლოვაზე, რაც ქართველ ხალხს დავით აღმაშენებლის გარდაცვალებით თავს დაატყდა. რა თქმა უნდა, შეუძლებელია იმის ფიქრი, რომ მთელი აი ამ წლების მანძილზე 1099-დან 1125 წლამდე იწერებოდა ეს თხზულება, უფრო სავარაუდოა, რომ ის ბოლო წლებში დაიწერა, თუმცა მასალები ალბათ ისტორიკოს თანათან უგროვებია, იმიტომ რომ ის მუდამ თან ახლავს მეფეს. ბევრი რამის თვითმხილველიც თვითონ არის. მეორე, რასაც აქედან ვიგებთ, რომ არა მარტო თვითმხილველია და თანამედროვეა, არამედ ძალიან დაახლოებული პირი ყოფილა მეფესთან ისტორიკოსი. ყველა სიტუაციაში იგრძნობა თვითმხილველობა ისტორიკოსისა. ნადირობს მეფე,
აღწერს ნადირობას ისტორიკოსი როგორც თვითმხილველი, ელჩობა არის კვლავ თვითმხილველია, მეფის ბრძოლების თვითმხილველია, უნახავს როგორ იბრძვის თვითონ დავითი, როგორ აძლევს სხვას მაგალითს შეუპოვრობისა, თვით მეფის სამყოფელშიც არაერთხელ შესულა. იცის მაგალითად მეფეს რამდენჯერ აქვს საკითხული ესე თუ ის წიგნი, მაგალითად 60 ქულოს შესახებ პირდაპირ წეს, რომ მრავალჯერ წაუკითხავს მეფეს და ჩვეულებასავით ყოფილა ესეთი, ალბათ იმ დროს გავრცელებული, რომ რამდენჯერაც წაიკითხავდა მეფე ამა თუ იმ წიგნს, იმდენ ნასკს გამოკვანძავდა და ეს უნახავს ისტორიკოს. ეს ყველაფერი ცოტა უჩვეულოა. იმიტომ რომ ჩვენ სხვა შემთხვევაში გვყავს თვითმხილველი და თანამედროვე მეფის თანამედროვე ისტორიკოსები, მაგრამ ასეთი სიახლოვე მეფესთან ისტორიკოს მაინც არ აქვს. შეიძლება ისტორიკოსი მეფესთან რაღაცა ასპექტით იდგეს, რაღაც საკითხთან დაკავშირებით იყოს ძალიან ახლოს. გეტყვით თუ ისტორიკოსი სამხედრო პირია, ამავე დროს მას შეუძლია თანამონაწილეობა ეს თანამონაწილეობა იგრძნობოდეს სამხედრო საქმეებში, სიახლოვე მეფესთან სამხედრო საქმეებში. თუ ის ვთქვათ კარის ისტორიკოსია, შეიძლება მან უფრო მეტად იცოდეს სამეფო კარზე რა ხდება, ანუ კარის ისტორიკოსი რა იგულისხმება. ჩვეულებრივი პირი, რომელიც ვთქვათ გამოკვეთილად მეფეს ვთქვათ სამხედრო ბრძოლის ველზე არ ახლავს, უფრო იგრძნობოდეს მისი სიახლოვე იმ პროცესთან, როცა მეფე სასახლეშია. მაგრამ იცოდეს ყველაფერი, რაც მეფეს ეხება, ეს არის უჩვეულო და ამიტომაც არის ხოლმე შეხედულება, ხომ არ შეიძლება იყოს ისტორიკოსი დავითის მოძღვარი, რომელიც არა უბრალოდ მოძღვარი, არამედ თანამოაზრეა მეფისა, თანამებრძოლია მეფისა და აქედან გამომდინარე ის მეფეს თან ახლავს ყველგან, როგორც მოძღვარი უნდა ახლდეს მეფეს. ესეთი თვალსაზრისი არსებობს, ასეთ თვალსაზრისს თავისი არგუმენტიც აქვს და გითხარით ეს არგუმენტი, მაგრამ არსებობს განსხვავებული პოზიციაც, რომელიც კატეგორიულად კი ვერ უარყოფს შესაძლებლობას, რომ დავითის უცნობი ისტორიკოსი მეფის პირადი მოძღვარი ყოფილიყო, მაგრამ მაინც გარკვეული არგუმენტები მოჰყავთ ისტორიკოსებს ამ პოზიციის ცალსახად გაზიარების საწინააღმდეგოდ. კერძოდ ისინი საუბრობენ, რომ დავითის ისტორიკოს მაინდამაინც არ ეტყობა, რომ ის არის რელიგიური პირი, სასულიერო პირი. არ ეტყობა თავისი ნაწარმოებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ნაკლებად წერს სასწაულებზე ან საერთოდ არ წერს. ისეთ საეკლესიო საქმეებს უთმობს ყურადღებას, ოღონდ იმდენად, რამდენადაც ეს მეფეს ეხება, სამეფო პოლიტიკის ნაწილია ეკლესია და არა ცალკე აღებული. არსად არ ასაბუთებს საეკლესიო სფეროს პრიორიტეტობას, თუნდაც საეროსთან თანასწორ უფლებიანობას, როგორც ხშირად შევიათ ხოლმე საეკლესიო პირებს. ძალიან ნაკლებად ეყრდნობა უშუალოდ ბიბლიურ სიუჟეტებს და ხშირ შემთხვევაში ადარებს სწორედ მაგალითად ანტიკური პერიოდის გამოჩენილ მეფე სარდალს, ალექსანდრე მაკედონელს, დავით აღმაშენებელს და არა რომელიმე ბიბლიურ პერსონაჟს, როგორც ეს წესია, რიგია საეკლესიო პირებისთვის. იცნობს ანტიკური პერიოდის ხელოვნებას, იცნობს ანტიკური პერიოდის აზროვნებას, ფილოსოფიას. ეს იმ ხანად საეკლესიო პირებისთვის, სასულიერო პირებისთვის ცოტა უცნაური ცოდნაა, მიუღებელი ცოდნაა. ჩვენ თუმცა შეიძლება გაგვახსენდეს ის, რომ საქართველოში ესეთი ორთოდოქსალური მიმართულება ქრისტიანობისა ნაკლებად იყო და ეს უფრო ნეოპლატონიზმის იდეით იყო გაჟღენთილი და ამითაც აიხსნას. მაგრამ მაინც ძალიან ხშირად ის ესესხება ანტიკურ მწერლებს, ანტიკურ ხანის ფილოსოფოსებს, რაც გარკვეულწილად სკეპტიკურად შეიძლება განგვაწყობდეს იმ აზრის იდეის მიმართ, რომ ეს ისტორიკოსი არის სასულიერო პირი. თუ სასულიერო პირია, მაშინ ეს არის ძალიან თამამად მოაზროვნე, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი, რომლისთვისაც ანტიკური ცოდნა ეს საერთოდ არ არის რაიმე უხერხული თემა
იმიტომ რომ მისთვის ეს პირველში ცოდნა და არა წარმართობის დროინდელი აზროვნება და საერო თემებზე შევლობა მისთვის შეულებრივ რამ ყოფილა, მოდი ესე ვთქვათ, ანუ არსებობს გარკვეული არგუმენტები, მაინც რჩება გარკვეული არგუმენტები, რომელთაც ჩვენ შეიძლება თქვათ ხელაღებით არ გავიზიაროთ ისტორიკოსის მეფის მოძღვრობის თეორია თუ თვალსაზრისი. ამის მიუხედავად, ცხადია რომ არც ერთი ისტორიკოსი, რომელიც ჩვენ გვინახავს, გინდა ქართულ ისტორიკოსთაგან, გინდა სხვა ისტორიკოსთაგან, ასეთ პიროვნულ სიახლოვეს მეფესთან არ გაგზნობინებთ, აი ამის თქმა მინდა. რას აღწერს დავითის ისტორიკოსი? ვიხასიათებს დავითის პიროვნებას. ესეც იგრძნობა, რომ მან თავისი თვალით რაც ნახა, თავისი რაც მოისმინა, რასაც დააკვირდა ის დახასიათება, ეს კიდევ ხას უსვამს სხვა სიახლოვეს. დავითს ახასიათებს როგორც უაღრესად განათლებულ, გონიერ ადამიანად, ჰუმანური ბუნების მქონე მეფედ, სამართლიან მეფედ, ღრმად მორწმუნე მეფედ, თუმცა მეფედ, რომლისთვისაც სხვისი აზრის, სხვისი რწმენის შემწყნარებლობა, სხვისი რწმენის მიმართ, სხვაგვარი რწმენის მიმართ, უпростоრად ტოლერანტული დამოკიდებულება, განისაზღვრება არა გარკვეული ვალდებულებებით ან წმინდა პრაგმატული მოსაზრებებით, არამედ შინაგანი მრწამსით, შინაგანი ბუნებით, შინაგანი დამოკიდებულებით, შინაგანი ტოლერანტული ბუნებით. ასე რომ მეფის პიროვნებასაც ის კარგად იცნობს და ეს დახასიათება აბსოლუტურად არ უპირისპირდება სხვა დახასიათებებსაც, სადაც დავითის პიროვნება ზუსტად ასეთივე შეფასებებს იმსახურებს ხოლმე სხვა ისტორიკოსთაგან. ასევე სრულყოფილ წარმოდგენას გვიქმნის დავითის რეფორმების შესახებ. ეს არის სახელმწიფო რეფორმები, რომლებიც მიზნად ქვეყნის გაერთიანებას და გაძლიერებას ისახავდა. ხედულობაში გვაქვს ჩვენ მაგალითად საეკლესიო რეფორმა, სადაც ისტორიკოსი აშკარად წარმოაჩენს საეკლესიო პირთა რიგ საეკლესიო იერარქთა უღირსაქციელს და მეფის მოქმედებას ახასიათებს, აფასებს როგორც უღირსთაგან ეკლესიის გაწმენდა. უღირსთაგან როცა ამბობს ისტორიკოსი, აქ შეიძლება ჩვენ ორი სახის უღირსები ვიგულისხმოთ. ერთი უღირსები, რომლებიც თავისთავად არ შეეფერებოდნენ საეკლესიო თანამდებობებს, სასულიერო წოდებას, თავისი საქციელით, თავისი განათლებით, თავისი სწრაფებით და მეორენი, რომლებიც შეიძლება შესაბამისი კი იყვნენ, მაგრამ უღირსნი იყვნენ თავიანთი პოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე, ანუ უღირსნი იყვნენ იმით, რომ უპირისპირდებოდნენ დავით აღმაშენებლის კურსს.